ვხარობ, როდესაც ანგარიშის გასწორებით მემუქრებიან იმის გამო, რომ არ ვდუმვარ და მათ გეგმებს ვარღვევ. როდესაც გვიან საღამოს მესმის, რომ ვიღაცა კალივის გალავნიდან ეზოში ხდება, გულით კბილად ცქერას იწყებს. მაგრამ როცა ღამის სტუმარი მთხოვს, დეპეშა მოვიდა, ილოცე ამა და ამ სნეულისათვის, მაშინ საკუთარ თავს ვეუბნები, აი რა ხდება. როგორც ჩანს, ისევ არ გამიმართლა. ამას იმიტომ კი არ ვამბობ, რომ სიცოცხლე მომბეზრდა, არამედ იმიტომ, რომ ჩემთვის ბედნიერებაა ქრისტესთვის სიკვდილი. მოდით, ვიხარებდეთ, რომ დღეს ჩვენს წინაშე ასეთი შესანიშნავი შესაძლებლობაა. ვისაც მოწამეობა სურს, მას დიდი სასყიდელი ელის. წარსულს დროში იწყებოდა ომი. ადამიანი მიდიოდა მტერთან საბრძოლველად და თავისი მამულის, თავისი ხალხის დასაცავად. ამჟამად ბრძოლაში ვებმებით არა იმიტომ, რომ მამული დავიცვეთ. ომში იმიტომ კი არ მივდივართ, რომ ბარბაროსებს აღვდგეთ წინ, რათა მათ არ იმძლავრონ ჩვენს დებზე, არ შეურაცხყოფთ ჩვენ. ჩვენ ომს წარმართავთ არა ნაციონალური ინტერესებით, ან რაიმე იდეოლოგიისთვის. ახლა ჩვენ ვიბრძვით ან ქრისტეს, ან ეშმაკის მხარეს. ვინ ვისკენაა, ძალთა განლაგება აშკარაა. ოკუპაციის დროს გმირად იქცეოდი, თუ კი არ მიესალმებოდი გერმანელს. ახლა კი გმირად იქცევი, თუ ეშმაკს არ მიესალმე. ასია თუ ისე ჩვენ საშინელი მოვლენების ხილვა მოგვიწევს. წარიმართება სულიერი ბრძოლა. წმინდანები კიდევ უფრო განიწმინდებიან, ხოლო უწმინდურნი კიდევ უფრო საძაგელნი შეიქმნებიან. მე ვნუგეშობ, ჩვენ ჭექაქუხილი გველის და ჩვენს ბრძოლას აქვს ფასი. რადგანაც ამჟამად ჩვენი მტერი ეს ალი ფაშა კი არ არის, არც ჰიტლერი, არც მუსოლინი, არამედ ეშმაკი. და ამიტომაც ჯილდო ჩვენი იქნება, ჯილდო ზეციური. ღმერთმან, ვითარცა ღმერთმან სახიერმან, წარმართოს ბოროტება სიკეთეთ. ამინ.